22 მაისს გაიმართება. ფინანსური პრობლემები საფეხბურთო კლუბ გორის დილაში. ეროვნული ჩემპიონატის საპრიზო ადგილზე მყოფ კლუბს ფეხბურთელებისადმი რამდენიმე თვენი დავალენება დაუგროვდა. საკითხის გასარკვევად გორში ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი იმყოფებოდნენ. კლუბებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ზესტაფონის პრეზიდენტმა გუშინ საგანგებო ბრიფინგი გამართა. საფეხბურთო კლუბ გორის დილაში არსებული ფინანსური პრობლემები კვლავ აქტუალურ თემად რჩება. საქართველოს დავით ყიფიანის თასის მფლობელი გუნდის ფეხბურთელებს სამთვიანი დავალიანება აქვთ. კლუბში არსებული პრობლემების გასაცნობად გორში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი ზვიად სიჭინავა ჩავიდნენ და ჟურნალისტებისთვის სპეციალური ბრიფინგი გამართეს. გადაწყდა, რომ უახლოეს დღეებში სპეციალური სამუშაო ჯგუფი დილაში არსებულ პრობლემებს შეისწავლის და მის გადაჭრის გზებს მოძებნის. მე მიმაჩნია, რომ ეს არის მენეჯმენტის პრობლემა, ანუ არასდროულად იყო გათვლილი, პლუს ის, რომ რაღაცა შეცვლა მოხდათ ხელმძღვანელობაში, დაფინანსება შეწყდა, რაღაცა და ხო იცით როგორ არის, აი რაღაცა სხვაზე იყენ გადართულები და ამასობაში შეეპარათ ეს ვალები. გორის დილას მხარდასაჭერად დღესვე ადგილობრივი გულშემატკივარი ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შეიკრიბა. ვალდას ივანაუსკასის გაწვრთნილი გუნდი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 65 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. გუნდი არ უნდა დაიშალოს, უნდა მოხერხდეს ყველანაირად, რომ იარსებოს ამ გუნდმა, თან მით უმეტეს, რომ ესეთ წარმატებას მიაღწია გუნდმა შარშანაც, წესაც უკვე ესეთ წინსვლა არის და უბრალოდ სოდოა და უერთდებით აქციას. ფინანსური მდგომარეობა ქართული კლუბების ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. ასეთ სიტუაციაში კი სახელმწიფო მზადყოფნას გამოთქვავს მხარი დაუჭიროს კლუბებს და მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფინანსურადაც დაეხმაროს. არც ერთ შემთხვევაში კერძო იქნება თუ სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი გუნდი, სახელმწიფომ არ უნდა მიატოვოს ეს გუნდები და ყველანაირად ხელი შეუწყოს, რომ ეს გუნდები არ გაკოტრდნენ და გააგრძელონ ჩემპიონატში მონაწილეობა. ამიტომ ეს არ იქნება შერჩევითი ხასიათის, ეს იქნება ყველა გუნდზე. ქართულ ფეხბურთში არსებულ ვითარებას დღეს მოქმედი ჩემპიონი კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია გამოეხმაურა. ზესტაფონის მფლობელი არ გამორიცხავს, რომ არსებული ვითარების გამო კლუბში ინვესტიციის ჩადება გადაიფიქროს. თუ კი არ გაირკვა კიდევ სახელმწიფოს დამოკიდებულება საერთოდ ფეხბურთის მიმართ, მუნიციპალური კლუბების მიმართ. არასაინტერესოდ მიმაჩნია საერთოდ ფეხბურთში ინვესტიციების შემდგომი განხორციელება. თუ კი სახელმწიფო იქნება, რომელი კლუბიც არის უმაღლესი ლიგის კლუბი დაწყებული ბათუმიდან დამთავრებული ბოლნისამდე მიიღებს დაფინანსებას, დაფინანსება უნდა იყოს ერთნაირი. ამ დროისთვის ერთ-ერთ აქტუალურ თემად კვლავ გორის დილას ფინანსური მდგომარეობა რჩება. კლუბის პრობლემებს სპეციალური სამუშაო ჯგუფი სავარაუდოდ უახლოეს დღეებში შეისწავლის. კლუბში კერძო ინვესტორის მოძიებამდე კი დილას ფინანსურად სავარაუდოდ სახელმწიფო დაეხმარება.